როგორ იბადება სული დედამიწაზე? ანუ როგორ აღმოჩნდით ამ პლანეტაზე? მშობლების არჩევა, შუალედური სივრცე და რეინკარნაციის წინარე გზა. სიცოცხლე არ იწყება მხოლოდ დაბადებით. ის არის ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლა. ძველი ეზოთერული სკოლების, ჰერმეტიზმის, ინდური ვედანტას, სუფიზმის და გნოსტიკოსთა მიხედვით დაბადება არ არის დასაწყისი. არამედ ეს არის ერთგვარი არჩევანი. სული ირჩევს არა მხოლოდ ოჯახს, არამედ ეპოქას, ლანდშაფტს, ტკივილსაც კი. შეიძლება ეხლა ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შევეცდები, რომ ამ ვიდეოში ავხსნა სწორედ ეს საკითხი. ეს არ არის სასჯელი, ეს არის გზა საკუთარი ტრანსფორმაციის და მეტამორფოზისთვის. ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა, ვისაც გჯერათ რეინკარნაციით, სად იმყოფება სული რეინკარნაციამდე. როდესაც სული ტოვებს ხელს სიკვდილის შემდეგ, იგი არ ხდება მყისვე ცალკეული მე. ის გადის რამდენიმე სივრცით ფაზას. პირველი ფაზა ეს არის ასტრალური ლღობის პროცესი. იქ სადაც ემოციური კავშირები, რაც მას აკავშირდება წინარე ცხოვრებასთან, წყდება სრულად. მეორე ეს არის კაზუალური შრე, სადაც სული განიხილავს იმას თუ რა ისწავლა, რა გზა ვერ გაიარა, რა გამოცდა ვერ ჩააბარა და რა მისია ვერ შეასრულა მან. მესამე არის შუალედური ზონა, ეს არის კარმული დარბაზი. ანუ აკაშის ველი, სადაც ხდება წარსული ინკარნაციების ერთგვარი სინთეზი, კარმული ბალანსის სრული აღრიცხვა და მომავალი გაკვეთილების გათვლაც კი. ალბათ გაინტერესებთ, როგორ შეიძლება სული ირჩევდეს აქ, დედამიწაზე მშობლებს, რომლებიც დღეს ჩვენი, ესე ვთქვათ, ოჯახის წევრები არიან. მშობლების შერჩევა არ არის ემოციური, ის არის პირდაპირ სიხშირეზე დაფუძნებული. სული ირჩევს იმ კომბინაციას, რომელთანაც აქვს დაუმთავრებელი კარმული შეთანხმება, რომლის გენეტიკურ ხაზში მდევს მისთვის საჭირო გამოცდილება. მაგალითად, რომელ ოჯახშიც ფსიქოლოგიური ფონი მის განსავითარებლად არის თუნდაც აბსოლუტურად შესაფერისი. სწორედ ამ პრინციპით ის ირჩევს მის მშობლებს და ეს გადაწყვეტილება ხდება პირველი არაცნობიერი თანხმობით ორივე მშობლის და სულის მიერ. მეორე, ზოგჯერ სული ირჩევს მშობელს, რომელიც მტკივნეულ გამოცდილებას აჩუქებს მას, რადგან ეს გაუღვიძებს მას შინაგან გზას. ნახეთ, მერე მოდის უკვე დაბადების წერტილი, როდესაც სული ხვდება სხეულში, დაბადების მომენტში. სული მთლიანად ჯერ არ შედის პირდაპირ სხეულში. იგი თანდათან ჯერ ფარავს დედის სხეულს ორსულობის პერიოდში, მერე იწყება პირველი ამოსუნთქვა და ეს არის ენერგეტიკული ერთგვარი ბეჭედი. შევედის სამყაროში და ვაღიარებ ფიზიკურ არსებობას. დაახლოებით ესე შეიძლება აღვიქვათ მდგომარეობა სულისა, რომელიც უკვე იწყებს მატერიალიზებას დედამიწის სამდე განზომილებიან სისტემაში. ბავშვის თვალები პირველად, როდესაც ის ახელს დაბადებისას, ჯერ კიდევ იმ სამყაროს ხედავს, საიდანაც მოვიდა. და სწორედ ამიტომაა, რომ ჩვილებს ახსოვთ უფრო მეტად სიმშვიდე და მერე უკვე ტირიან, როდესაც დაბადება ხდება და როდესაც თვალს გაახელენ. რას გადის საერთოდ სული დაბადებამდე და ამას თავისი ფაზები აქვს ეზოთერულად. პირველი ეს არის კარმული ანგარიშის შედგენა, რა ვერ დაასრულა, რა დარჩა მას როგორც ვალი დასაბრუნებელი. შემდეგი არის სულის მეგზურებთან კონსულტაცია, არსებები, რომლებიც მის რეინკარნაციულ ციკლს, ასე ვთქვათ, მეთვალყურეობენ და უთვალთვალებენ. მესამე, მისი მიზნის არჩევა. ზოგჯერ მიზანი არის მსხვერპლზე წასვლა და თანხმობა, ზოგჯერ არის სიყვარულის ხაზი, ზოგჯერ კი ცოდნის დაბრუნება, აღდგენა და ტრანსფორმაცია. შემდეგ, მშობლების შერჩევას რაც შეეხება. ეს არის უკვე მეოთხე და მეხუთე არის დაბადების კოსმიური დროის შერჩევა. სული ირჩევს კონკრეტულ არქეტიპს, რომელსაც შემოიტანს ამ ცხოვრებაში. ლოგიკური შეკითხვაა, რომ ადამიანს გაუჩნდეს, რატო ბრუნდება სული.
სული არ ბრუნდება იმისთვის, რომ ის დაისაჯოს, ან ართლაც რომ კონკრეტული ვალი უნდა გადაიხადოს, უბრალოდ მან მისია უნდა შეასრულოს. ასეთი შეფასება შეიძლება იყოს უბრალოდ უხეში. ის საკუთარი შუქის მოსატანად მოდის სწორედ იმ წერტილში, როცა მას სჭირდება. სული ბრუნდება იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მისი გამოცდილება, ხმა, შუქი და სიბრძნე. ზოგი მოდის ერთდროულად რამდენიმე კოსმიური დავალებით. ზოგისთვის კი მთავარია საკუთარი თავი დაიხსნას იმ ძველი ფესვებისგან, რათა სრულად განთავისუფლდეს ამ ცირკულარისგან. დაბადება არ არის მხოლოდ დასაწყისი, დაბადება არის ერთგვარი თანხმობა, რომ დაიწყოს მოგზაურობა შინაგანად. სული იბადება დედამიწაზე, როდესაც მზად არის, რომ შემოვიდეს სიცხადეში, ტკივილის, შიშის, სიყვარულისა და არჩევანის შუაგულში. სხეული მისთვის არ არის რაღაც კონკრეტული ზარი, სხეული არის ტაძარი, სადაც ყოველ ინკარნაციაში ისტოვებს ერთ ახალ ფურცელს თავისი უკვდავი წიგნიდან.